დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპული აქციების მონაწილის პოლიციელზე თავდასხმაში ბრალდებული საბას ხვიტარიძის სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმეს მოსამართლე ჯვებე ნაჭყებია განიხილავს. დღევანდელ სხდომაზე დაცვის მხარის სამმა მოწმემ კოალიცია ცვლილებისთვის წევრებმა ნანა მალაშხიამ, ნინო გოგინაშვილმა, ივანე წერეთელმა 4 დეკემბრის ღამე გაიხსენეს და თქვეს, რომ სასტუმრო ქორთიარდ მარიოტიდან გამოსვლის შემდეგ შავებში ჩაცმული პირები დახვდათ, რომლებიც მათ მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილნი. როგორც მოწმეები ყვებიან, 4 დეკემბერს საღამოს 8 საათზე სასტუმროში ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები იკრიბებოდნენ. შეხვედრის მიმდინარეობისას მიიღეს ინფორმაცია, რომ გარეთ მათ აგრესიულად განწყობილი პირები ელოდებოდნენ. საბას ხვიტარიძე ოპოზიციონერთა შეხვედრას არ ესწრებოდა. როგორც მოწმეები ყვებიან, სასტუმროს წინ 3 ჯგუფი პოლიციელები, შავებში ჩაცმული პირები და ოპოზიციის ნაწილი იყო. როგორც შემდგომში გაირკვა, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პირები პოლიციელები იყვნენ, მათ შორის იყო მირიან ქავთარაძეც. ნინო გოგინაშვილის თქმით, ვერანაირად ვერ გაიგებდა იმას, რომ შავებში ჩაცმულები პოლიციელები იყვნენ, რადგან მათ არ ჰქონდათ რაიმე აღმნიშნელი. იგინებოდნენ და სახეს მალავდნენ. დღეს დაიკითხა დაცვის მხარის სამი მოწმე, რომლებიც ჩადნენ ქორთიარდ მარიოტის ვიდეოებში და დაადასტურეს, რომ საბას ესაუბრებოდნენ, სადაც საუბარი იყო იმის შესახებ, რომ ეს ადამიანები იყვნენ ეგრეთ წოდებული ტიტუშკები და არ იყვნენ პოლიციის თანამშრომლები. დადასტურდა ჩვენი მოწმეთა სიმართლე, რომლებიც ამბობდნენ, რომ ნამდვილად საბას ესაუბრებოდნენ, ვინაიდან ვიდეოზე ჩანს, რომ რამდენიმე ადამიანი საბასთან ერთად საუბრობს. ასევე ვიდეოზე ჩანს, რომ საბას ხვიტარიძეს ხელში არაფერი არ უკავია, რაც ბრალდების მხარე ამტკიცებდა ამ ხნის განმავლობაში ეჭირა დიდი ხელკეტი. ვიდეოში გამოჩნდა, რომ მისი ორივე ხელი არის თავისუფალი და მას არ უკავია არანაირი ხელკეტი. შესაბამისად, დაცვის მხარის ის პოზიცია, რომ საბას ხვიტარიძემ არ იცოდა, რომ ისინი იყვნენ პოლიციელები დადასტურებული არაერთი მოწმეებით, ათეულობით მოწმით, რომელზეც ჩვენ გამოვკითხეთ ჯერ გამოძიების ეტაპზე და შემდეგ სასამართლო სტადიაზე. დღევანდელ პროცესზე ვიდეო მტკიცებულებებიც გამოიკვლიეს. ვიდეოები იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, რომელიც ბრალდების მხარემ არ მოიპოვა. ჩვენ მოვიპოვეთ აღვადგინეს სრული სურათი, რა ხდებოდა, თურმე ნამდვილად ხდებოდა ამ ადამიანებზე ეგრეთ წოდებული ტიტუშკების მხრიდან ზემოქმედება და თავდასხმა. ჩვენ გამოვიკვლიეთ ვიდეო, სადაც ამ საქმეზე დაზარალებული ქალბატონს ურტყამს ხელს, გაშლილ ხელს სახეში, სადაც იფარებს შემდეგ ისევ ეგრეთ წოდებულ კაპიშონს და ამტკიცებს დაკითხვის დროს, თავის დროზე დაამტკიცა, რომ კაპიშონს იმიტომ იფარებდა, რომ გამომჟღავნება არ უნდოდა. თუ მას არ სურდა გამომჟღავნება, არც საბას და არც იმყოფ ადამიანებს არ ეცოდინებოდათ, რომ ის იყო პოლიციელი და თუ ეცოდინებოდათ, ეს გამორიცხული იქნებოდა იმ მტკიცებულებებით, რომელიც ბრალდებამ და დაცვამ წარმოადგენდა. მოკლედ შეუძლებელია, რომ ობიექტურად მოაზროვნე ადამიანს ცოდნოდა ეგრეთ წოდებული მოძალადე ჯგუფების სინამდვილეში პოლიციელები რომ აღმოჩნდებოდნენ. ვინაიდან ჩვენ ასევე გამოვიკვლიეთ TV-იმედის პირდაპირ ეთერი, სადაც ჟურნალისტი ამბობს, რომ ერთი მოქალაქეთა ჯგუფი დაუპირისპირდა ოპოზიციას. საბას ხვიტარიძეს ბრალieდება სისხლის სამართლის კოდექსის 353 პრიმა მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. პროკურატურის მტკიცებით 2024 წლის 4 დეკემბერს საღამოს საათებში თბილისში სასტუმრო მარიოტის მიმდებარე ტერიტორიაზე ხვიტარიძე თავს დაესხა პოლიციელს მირიან ქავთარაძეს და მას თავში ორჯერ ჩაარტყა ხელკეტის მსგავსი საგანი. დაცვის მხარე კი ამბობს, რომ პოლიციელების იდენტიფიცირება შეუძლებელი იყო, რადგან ფორმა არ ეცვათ. დაცვის მხარის თქმით, სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული მირიან ქავთარაძე თავდაპირველად ხელს ურტყამს თეონა ჭალიძეს, სწორედ ამ ფაქტის შემდეგ დაიძაბა ადგილზე ვითარება, რამაც საბას ხვიტარიძე აუცილებელი მოგერიების პირობებში ჩააყენა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში საბას ხვიტარიძე 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.